გარშრაზე ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. ანუ 11 12 13 14 15 16 და პირველად მაშინ გადამეღუნა. არ გაგადათმავს. მოგესალმებით ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო. YouTube-ზე პოდკასტი ეკლექტიკას მერვე ეპიზოდი. მოკლედ ჩვენ ხო გადავწყვიტეთ რომ აღავჭავთ, მაგრამ ვსვავთ და რაღაცა უცნაურობა ვიპოვეთ ერთ-ერთ გამოსასაკვირვო კომპანიასთან, რომელიც არის სავარაუდოდ ქართული. ქართული ლუცახარში მეგობრები, ესე აწერია, არ ვიცი. არავის არ გადაუხდია, ამიტომ რაც გვიდა ის, როგორც გვიდა ის შევაფასებთ. გადაგიხადათ ჩემო კარგო და გაქებდით და გადიდებდით, მაგრამ კაი, შენ გადაიწყე, ავარჩიეთ ვიზუალების გამო, იმიტომ რომ გრაფიკულად ლამაზად გამიყურებოდა. ლევანი სვამს ხინკალien ესე ქვია და უკავშირდება ჩვენ სტუმარს რაღაცით. Salience, თუ Salience უფრო სწორად. და აღწერა შეწერა რომ აქვს ხინკლის არომატები, სუნელები. და რაღაცები. აქ წერია მაგალითად მარელი, ქინძი და შავი პილპილი. სვანური მარელი უკაცრავად. მაგას რა წერია? ეს არის პამიდორი და ცხარეს მუზი, ლუდი არ ეწერა მაგას. ხო, ტომატი, ლაიმი, ბროწეული, სანელებლები, პილპილი და მარილი. ხო და ეჭიქა იმიტომ გქრო თან ფერებს ნახავთ რა. ჩემი გამოიყურება როგორც მექსიკელი კაცი, რომელიც შეყვარებული არის ყანწით რაღაცაზე. აუ მალადიც. აჩერდება თრასული აქვს ფუ. ძალიან გინდა რომ ვინმე სექსუალური ადამიანი იყო, მაგრამ ტომი ჯერის კატაშის პატრონი ხარ. ტომას. გავიდა 7 წელი და ახლა მე უნდა გავხსნა ლუდი. მე რა ჩემბრალია რო ესექნა? როგორც უკვე მიხვდით, მე 7-ად გავხსენი, იმიტომ რომ ვარ ოჯახში აღზრდილი ადამიანი, არ ვარ ველური. გასინჯავ? სასმელზე დახამებული, ჩემი არის წითელი, როგორც ვთქვი, ტომატ პასტა უნდა იყოს და რა ცოტა ბლანტია. ჩემი არის ლუდის ფერზე დგას ნამდვილად. ხინკალუღლუ თუ ჩემი რაღაც ის აქვს. ხინკელიენი. ვლადიმერის. ამას გასინჯავ? არ გასინჯავ. მე შეგადმომისხმე გავსინჯავ ჯერ შენსას. სანამ დალევ. მიდი. მიშველეთ. ეხლა ეს ტომატ პასტა. ორივე ძალიან ცუდია, მაპატიეთ, მე ძალიან ვუჭერ მხარს ქართულ წამოწყებას, მაგრამ შეფუთვა კაია. ეს როგორ მინდა რომ გასინჯო? მიდი არ გამისინჯავს, ჯერ არ მომისვია. პატარა მოსვი. აი მე მისვი. შენ უფრო ცუდია. ნამდვილად. ჩემი არის რაღაცები დაგაზული ტომატ პასტა. აი ეს სისხლიანი მერის ვაიბი დაყვება ოდნავ, მაგრამ ოდნავ, იმიტომ რომ რა ვიცი. არ ვიცი. ინტერესო არის რატომ მოიფიქრეს ამის გაკეთება. ცუდი მართლა არ არის. ვისაც უცნაური გემოები მოგწონთ, მაგრამ არ ვიცი, ცუდია რა. არ ვერ მოვიტყვი მართლა. ძალიან მოჭადეთ რომ ქართული. მე ძალიან ვიდოდა რომ ქართული პროდუქტისთვის გამეკეთებინა თუ რეკლამა არის საერთოდ ის ცოტა ადამიანებიც ჩვენ გვიყურებს, მაგრამ არა, no. დაიწყო სკოლა ამ კვირაში 15 სექტემბერს, ჩემ დროს 1 სექტემბერს იწყებოდა მგონი. თავიდან მე უკვე 15-ში. მე მოვესწარი ყოველ შემთხვევაში 1 სექტემბერს რო შევედი და ეგ დღე ბუნდობნად მახსოვს, ეხლა ძალიან კარგად არ მახსოვს ერთ-ერთი ის რომ მთელი ოჯახით ვიყავი მისული რაღაც ბაბთან მეკეთა და იტირე პირველად რომ მიხვედი სკოლაში. მთელი წელი. მართლა? მე ბაღში რო არ დავდიოდი, იმიტომ რომ ვტიროდი, ყველა სეკუნდარს სკოლაში არ გავჩერდებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა არც ერთი დღე, მათ შორის არც პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადამიანები ბავშვობიდან მაშინებდნენ, რაღაც კარგად მოვერგე. ნახოთ ეგრე გაგრძელდა მეთქი 12 წელი რო ვთქვა, მოვიტყვები, მაგრამ ის პირველი დღე ტირილის გარშე გადამიტანია. აი სკოლის დაწყებით კლასებში რამე თუ გახსენდება ისეთი სასწავლო ისტორია? კი. სკოლის დაწყებით კლასში, მესამე კლასში ვიყავი, რომ გამიტეხეს ცხვირი.
და ახლა ამას მოყვები როგორ მოხდა. დერეფანში მივდიოდით, ან თამაშობდით მოკლედ ბავშვები რა და უფროს კლასელები მირბოდნენ დერეფანში და მე ვარ მესამე კლასში, ეხაც არ ვარ ხა ის ზორბა, მაგრამ მაშინ აი ბრელოკის ფორმის და ხელი მკრა და რაღაცაზე მივეჯახე. დღემდე ვერ ვიხსენებ ზუსტად რას მივეჯახე, მაგრამ მახსოვს რომ ადამიანი იყო და ეთყობა კამარი ეკეთა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან მეტკინა და ცისხლი მომდიოდა რა ცხვრიდან. ამ დროს რას საკეთებს სკოლა და ადმინისტრაცია და მასწავლებელი. აი ზუსტად მახსოვს რომ აი სამი რიგი იყო. ამ სამი რიგი შუა რიგში ვიჯექი, მასწავლებელი თვალებში მიყურებდა ეს რაღაც ხელსახოცები მაქვს ცხვრში შეტანილი, იმიტომ რომ ცხვრიდან ცისხლი მომდის. ერთი არ უკითხავს რომ რა გჭირსო. ისეთ რამ გაგია. და პირველად მაშინ გადამეღუნა ეს კონკრეტული ცხვირი. ძალიან მეშოდა ჩვენ დირექტორის, რომელიც აღზარებდა მთელ სკოლას მართლა. სანამ შემოვიდოდა ეს რაღაცა ვადებით დირექტორების არჩევა, ნუ ეგ იყო ოდითგანვე და ამ ქალს ჰქონდა შავი თმები, აი აქ შეკრული. Spirited Away-ში რომ ალიბაბა თუ ვიღაცა ქალი ხო. ეგ ვადები მე მგონი აღარ მუშაობს. ეგრე, ჰქონდა სულ შავი თმა, მაგრამ თურმე ქონია ის რა ქვია, ბექა კი არა და ბერა რა არის? ალბინოსი. ალბინოსის რაღაცა ნაწილი, აი ან შეიძლება რამე სხვა ქვია, არ ვიცი ეს თეთრად რაღაც ნაწილი, ანუ ნახევარითმეტ და დედჩემ მატყობდა რომ კრუელას დედაო. ამ ქალის მეშინოდა ხალხო. ერთხელ მახსოვს რომ საპერფაშოში გავეთავისუფლე დაწყებითების მასწავლას და რო გავედი ეს დერეფანში დგას ესე. თან ესე იდგა ხელები უკან და ესე იყურებოდა და ვაიმე მე იქიდან დავტყდი და გამომეკიდა. იმიტომ რომ ეგონა რომ გაკვეთილს ვაცდები და ვიმალებოდი და გამომეკიდა და ვტიროდი. მიშოვეთ. აი ბუდიში და ჩავიჯვი ისე შეშინდა იცაცოდ იყო და მეორე დაწყებითების მასწავლებელი ყავდა მეგრელი ქალბატონი მზია მასწავლებელი რომელიც ისე ჩემსაც მზია ერქვა და მეგრელი იყო то გაგიხარდა არ ვიცი გამიკვირდა რაღაც გაგიხარდება თვაი დამშალ ეგ ხო იცი კი ხო და მოკლედ ქალბატონმა მზიამ გვასწავლა დათვლა 20-მდე ეხა დავიწყე როგორ გვასწავლა 20-მდე დათვლა იმიტომ რომ 2 წელი ესე ვითვლი და მე 2 წლის მართლა მეორე კლასში ვიყავი და ხურჭობანას თამაშის დროს დავიწყე დათვლა და დედაჩემმა გაიგო. მომდევდა ჩუსტიც აცებდა, იმიტომ რომ ვიცვლიდი ესე. ნუ 1-2-3-10-მდე, მე 11, 12, 13, 14, 15, 16, 2 წელი მეგონა რომ 15 იყოს სწორი. იმიტომ რომ ეგრე გვასწავლა. 15 და ესე ვიდაქვთ. და ხუჭობანას დროს ვაკეში ვთამაშობთ, პერო ბავშვები და ხუჭობანას და 13, 14, 15, 16 აი ძაზოცილო ისტორია. ოიმე 15. აუ ლევან ძალიან კარგია. ჩემი სკოლის დირექტორი იყო რომ მივედი პირველ კლასში ხოსე სუარესი. Who is Jose Suarez? ანუ ესპანური სახელი გვარია და მართლა ეგრე ერქვა? კი. ესპანელი იყო იდეაში, ოღონდ აქ ხო. ვინმე პერსონაჟი იყო და იმას ამსკოლს. პერსონაჟი იყო მზიური ხო იცი. ფილმით აი მაგ ფილმში ერთ-ერთი ბიჭი რო არის მოწვეული სტუმარი, ხო, აი ეგ იყო ჩემი სკოლის დირექტორი. და მართლა Jose Suarez ერქვა? და მე სამწუხაროდ გადაიცვალა. მე არ მახსოვს კარგად, მაგრამ მთელი სკოლა ტიროდა. ვაი. კიდე ჩემი სკოლის დირექტორი იყო ანა ბაგრატიონი. აი არჩევითობა რო შემოვიდა, მე სანამ იძულებით გაათხოვებდნენ და დასვამდნენ სამეფო ტახტზე სკოლის დირექტორი იყო და მე საწყალი ჩავარ და უბედურ. მე სკოლა დაამთავრე, ვინც იყო დირექტორი, ახაც ის არის დირექტორი. უცნაური არ ვარიცვლება. ერთი ისტორიასაც გავიხსენებ სკოლაზე და მეც არც ვიცი, ჩემთვის ასოციაციაა რომ ვახსენებ, მაგრამ ბაში ძალიან დავისტრესე. მოკლედ რო ვიყავი მესამე კლასში დაახლოებით, ჩემი დაუჯახდა თავიდან, მე მამაჩემს არ ვიცნობ, ადრეც მithქვამს საპოდკასტში და ნუ მყავს მამინაცვალი, რომელიც მომაკითხა სკოლაში რა, დღემდე იგივე მამინაცვალი მყავს სხვათა შორის, ანუ მისი გაზრდილი. ეს დეტალი? ხო და მომაკითხა სკოლაში მესამე კლასში ვარ და გაკვეთილები არ არის დამთავრებული და უნდა გამიყვანოს ადრე და შემოაღო კარები და შემოყო თავი და გამარჯობა ეს მზია 15 მზია გამარჯობა თქვენ ვიწყე ხა ყოველ შობაზე თქვენ მებრძადებთ აი მე ლევანის მამა ვარ ხა რა უნდა ეთქვა მე ლევანის მამა ვარ და უნდა წავიყო და არ გაგადათბავს აქ როგორ მოხმედი შეგარეწარო ეჩხუბა ეგონა რომ მამა ჩემი იყო რომელზეც ისტორია იცოდა რომ არ ვიცნობ და არ ცუდა ვისუქდა და ციხეში იყო და ასე შემდეგ და ეგონა რომ ციხიდან გამოვიდა და მომვიდა რომ ბავშვი მოიტანს სკოლიდან ეს როგორ მახსოვს ამ ქალს მზიას ქონდა შეშის ფერში კვეთგა კლასში და იქ ადუღებდა ხოლმე ჩაის კრუშკით. ჩაი არა.
ეს გამწარებულს ამ კრუშკას მოკიდა ხელი, თან დაეწვა ეს ხელი, თან უჭირავს, თან დააბრეხო და არ გაკატან გადი აქედან ესე უყვირო და აუ, შეშის პეჩი ჩვენც ქონდა. აუ, ძასაცუა. ოღონდ ერთი წელი მე მახსოვს. შემეშინდა, რომ მეთქი მართლა მომჩემი ხوار რა ხდება. მე რომ ნიკლაში ხარ, მესამე. მესამე. სამ პატარა ხარ მაგ დროს ადამიანი. ნუ ჩვენ დროს პატარები ვიყავით და ეხლა უკვე დიდები ხართ. შეშის პეჩი გამახსენდა. აი ხარ და მესამე კლასი. ეხლა და კლასელები ავი. აუ back to school კამპანიებში ჩასმული არის წყალგამძლე ტუში. წყალგამძლე ტუში თუ არ გაქვს, ისე ბავშვს სკოლაში ვერ გაუშვებ. არ ვიცი ეგ რა ხდება, მაგრამ ეგრეა. ბლაშიდან ყვარდა ჰაილაითერი. რაჯენდება, მაგრამ ოკეი. პეჩზე გამახსენდა ციცაკა თუ შეუყრიათ შეს კლასელებს. არა. აუ, ჩემ კლასელებმა ერთხელ შეყარეს და რაღაცა ძალიან ცრემლებამდე მიდიხარ, ეგეთი სიტუაცია დადგა და მასწავლებელი ადგა გავიდა, კარები მოგუხურა და იჯვენი კუიჭი. და იჯეკი. ამოვიგუდეთ. კარცერი. საკონცენტრაციო ბარი. აი, ბოშმა იხუმრა, რატო გუდავ ხო? ასკომერაშა. ამ პეჩებთან ჩემს საყვარელი აქტივობა იყო. ნუ ჯერ ვეულების დარგებაზე ხო ყველა ვგიჟდებოდით, ეხლა ეგრე არიან თუ არა ეს ბოშები, არ ვიცი, ალბათ არა. ვეულები აქვთ საერთოდ. ადები და შრომის გაკვეთილი რო ტარდებოდა ნაგავი რაც მორჩებოდა ეს ფურცები და რაღაცები ვიღაცას ებარებოდა ნაგვის урна ვინ იქნება დღეს. შაბათობა გა. ესე კითხულობდა ქალბატონი ლიზიკო. იყო უბებრესი ქალი, უმოვლილესი და დადიოდა უგრძელესი ფჩხილებით, უგალაკული და უპეროვესი და ეს ლიზიკო ეს ნაგვის ურნას დააძრობდა ხოლმე საიდანღაც პორტატული ნაგვის ურნა, რომელიც იშლებოდა და დღეს მე ნაგავე ვინ იქნება კითხულობდა და ჩვენ ერთმანეთს ვაგლიჯავთ. ყოფილი ჩვენ ყოფილიყავით და რო შეაგროვებდი, მე რომ შეგეყარა პეჩში. და ეგ იყო ერთ-ერთი მომენტი სკოლაში, როცა თბილოდა. იმიტომ რომ სხვა დროს მარტო მასწავლებელთან თბილოდა და ძალიან რო შეყრიდა ამ შეშას თვითონ ცხელოდა და მე ჩვენამდე რომ მოსულიყო რა, ასე თუ ამიტომ ჩვენკენ წიოდა და მარტო მზიასთან თბილოდა და რიზიკოს გაკვეთილი იყო ერთადერთი, რომლის დასრულების შედეგაც კლასში თბილოდა ხოლმე და ვგიჟდებოდით. ეს უნერწყები მომდიოდა ხოლმე ის ჩაი მეწვიდოდა იმ კრუშკიდან დამენი. ხო, ეგ მეგონა პრივილეგია. ვაიმე, არა, ჩაი სმარ ყოფილა ჩემს იმაში. ერთსაც მოყვები, პარკეტი იყო აყრილი რა კლასში, სანამ ეს რემონტები დაიწყეს და სკოლას დაიმსგავსებოდა და ასე შემდეგ და მეკუთვნა ერთ-ერთი გასართობი იყო, რომ ამ პარკეტებს ბავშვებს ულაგებდნენ ჩანთაში და ნუ თუ ვერ ნახავდი, შეიძლება სახში წაგეღო რა, ძიმე და რაღაც და ხალხი მაგაზე ერთობოდა. და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია და ჩემმა კლასელმა იპოვა რა ჩანთაში და იღებს, მეც არაფერს არ აკეთებდა და თან გაკვეთილის პროცესი მიმდინარეობს და მასწავლებელი ძალიან გაქაფული ხსნის რაღაცას და უცებ ხედავს რომ ეს არ უსმენს ასეთ მდგომარეობაშია და ხელში უჭირავს თან პარკეტი და ნუ საუბრობდით ვერც მიხვდა ეს პარკეტი იქ რატო იყო ამას რატო ეჭირა და ასე შემდეგ და გამწარებულზე აი გამოართვა, გამოგლიჯა და ფანჯრიდან გადააგდო. რომელი სართულით? მესამე სართულიდან. და გადააგდო და გაშეშდა. და აუარდა სიცილი, ანუ ის მხარე რაღაც ყრუარი ხალ ადამიანები არ დადიოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა გადავიხედეთ რომ ვინმე თავში ხوار მოხდა, მაინც რა ვიცი, ბავშვი არ გაპაროთ რაღაც, მაგრამ აი ეს ფაქტი მახსოვს კარგად რომ გადააგდო გაშეშდა გალი, იმიტომ რომ თვითონაც ვერ მიხვდა რა მოხდა. მაგრამ ეგეთი რაღაცები ხდებოდა ჩემ დროს. თაკო შენ დროს სკოლაში რო დადიოდი, მაგალითად ზეიმებზე ან პირველ დღეებში მასწავლებლები თუ აკეთებდნენ ფერად ილუმინაციებს და რაღაცეებს. კი, რაღაც მორთულობები იყო. მერე? ჩემ დროსაც იყო და მერეც იყო და რატო არ ხარ? გადავრჩი, იმიტომ რომ ჩემი მზია მასწავლებელთან ის იყო ქრისტიანიც. ჩემი 14 მასწავლებელია. მაგრამ სამაგიეროდ ახლანდელი ბავშვები ვეღარ გადარჩებიან. კი, ანუ ჩემს დროს ძალიან მოდაში იყო რაღაც ფერადი ფურცლებისგან გაკეთებული რაღაც ჯაჭვები, რომ ვისაც უფრო გრძელი ქონდა, უფრო მაგარი ტიპი იყო და წყვეტი თუ რაღაც ეგეთი რო იყო. ჩემ დროს არ იყო ეს LGBT პროპაგანდა, ესე ფერად რაღაცებთან ეგ ყველაფერი არ ასოცირდებოდა და არც იკრძალებოდა და რა ვიცი, რა ფერიც მინდოდა ის მეცვა და რა ვიცი, გადასაკრავით ფერადები მქონდა და რვეულებიც ფერად მქონდა და არავის ეჭვი არ შეუტანია იმაში, რომ ჩემი ოჯახი რაიმე სახით რაიმეს პროპაგანდას ეწეოდა და ხო, რასაც ვერტყვით ახლანდელ სიტუაციაზე, იმიტომ რომ Facebook-ზე რამდენიმე პოსტი ვნახეთ და ერთ-ერთი იყო, როცა მასწავლებელმა აწყო რაღაცა ყუთი
გამოიყენა სულ 4 ფერი, მათ შორის ერთი იყო აგურის ფერი, რომელიც ქვია დროშაში საერთოდ არ არის და იდეა იყო, რომ პირველ კლასელებს რაღაცა ყუთზე იყო მიკრული და აქედან რაღაცები უნდა ამოიღოთ ბუშტები თუ საერთო რაღაცები. მოკლედ რაღაც აქტივობა იყო დაგეგმილი პირველ კლასელებისთვის და გააფერა და იმიტომ რომ ნუ გააფერა და რა ფერები შეიტანა ამ სახალისო რაღაცაში და საკმაოდ მოღუშული ფერები იყო. კი, საკმაოდ მოღუშული ფერები იყო მიუხედავად მისი მცდელობის. ალბათ მეტი არ იშოვებოდა იმ სკოლაში, მაგრამ დირექტორმა მაინც ეს აქტივობა ჩაშალა, იმიტომ რომ დაწყვიტა რომ ეს LGBT დროშა იყო, აკლდა 3 ფერი და 1 ფერი საერთოდ არ იყო ის ფერი რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ასე გადაწყვიტეს. ასევე კიდევ ერთი პოსტი. 7-დან 2 ფერი ემთხვეოდა მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ შავი არ იყო და 7 ზოლი არ ყოფილა. კი, არაფერი არ ემთხვეოდა, მაგრამ ისტორიულ მდგომარეობაში რო ვართ, ეგ მაგისი გამოხატულება. ისტორიკაში ყველა ხო, ანუ ხალხო თქვენ კი არ ხართ ავად, მაგრამ რაღაცა ვირუს ავრცელებენ კოდსები და ავადმყოფებად გაგცემენ, ცოტა გამოფხიზდით. ერთი იყო კიდე პოსტი შემხვდა Facebook-ზე, ყვავილები, ანუ ნამდვილად ყვავილი რაფერი უნდა შავი ხო არ იქნება, ფერადი იყო ყვავილები, შეიძლება თვითფერი იქაც არ იყო, არ ვიცი, მაგრამ ვარდისფერი, ყვითელი, არაფერი არ აუგზავნა, ნამდვილად იყო სკოლაში ეს ყველაფერი, თაღი იყო ამოჭრილი. მოგეთ ერთ თვითონ გაიარეთ ამ მოსწავლეებს და ფოტოები გადაიღოთ და კომენტარებში იყო ერთი ეგეთი და ძალიან ბევრი ლაიქი გქონდა და მახსოვდა რომ თქვენს ამჩნევთ როგორ ჩუმჩუმად აპარებენ ბავშვებს LGBT დროშას თუ რაღაც ეჭვი იყო მე მეჩვენება თუ ეს LGBT კითხვის ნიშნით ანუ ხო მეჩვენებათ ქალბატონო კი ცოტა ვერ ხართ ამოტყოფით ბრძანდებით და ამისი ბრალია მეტი არაფერი გაიგე ხო კალაზე ბანერები რო ჩამოხსნა გარეთ რაც ეკიდა თავის საარჩევნო შტაბთან დაცვა რო იდგა მანამდე ხო ჩემი საყვარელი ვიდეოა ის როზომავენ დანაშაულის ადგილს ხო შტარია მე სახაზავით როზომავენ რამხელარი წარწერა რომ ეთქვა წლებს განსაზღვრავენ მასე მე მაინტერესებს სანამ ელენეს დაჭერაზე რაღაცას ვიტყოდეთ შეიძლება დააწერდი კალაძის ბანერს არაფერს არც მივეკარებოდი რამე არ გადამედოს წინა პოდკასტში ვახსენეთ მეგი რომელიც იგივე მიზეზით დაიჭირეს და მე პირობითით გამოუშვეს და შესაძლებელია როცა ეს პოდკასტი გავა ელენეც გამოსული იყოს მაგრამ ანუ აი პლაკატების და პოსტერების დაზიანების გამო ამდენი ამბავი, ამდენი ენერგიის დახარჯვა, ამდენი პოლიციელის შეწუხება, ცოტა უხერხულია ჩემი აზრით, როცა ადამიანები ზიანდებიან და მაშინ თურმე არაფერს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვინც დაზიანდა, მაგან არ ურჩივლა. ხო, ნამდვილად. აუ, სხვათა შორის აი მანდ მეორე ნაწილიც არის, რომელიც უნდა ითქვას რა, რაზეც ვიცი რომ ორივე თან ხვდები და შენც თქვი რასაც ვფიქრობ, მაინტერესებს. მე მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ელენეს მასე ვიცნობთ რომ ჯერ კაი ტიპია რაღაცნაირი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანია და რის გამოც პატივს ვცემ ამის გარდა ვიცით რომ ძალიან აი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით აქტივისტი პოლიტიკოსია რა ჯერ კიდე სირცხვილია რომ გაჩნდა და 20 ივნისის აქციები რო გავილოვის ღამე იქიდან დაგვამახსოვრა თავი რომ მართლა ხმალამოღებული იბრძვის და აქციაზე ვინმეს თუ პოლიცია გაეკიდება თუ რა იქნება ეს გადაიფარება ყველას და თავს შეწირავს და შეაკლავს და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის მაგრამ მე მაინც მგონია რომ როცა კოალიციის სამი ლიდერია დაჭერილი და კოალიციის კერო ზოგადად სამდენი პოლიტიკოსია ციხეში და ასე შემდეგ და ფაქტობრივად 1-2 ღარო ხართ გარეთ დარჩენილი ჩემს ასეთ მგონია რომ არაგონივრულია ცოტა როცა ციხეში მიდიხარ მსგავსი მიზეზით იმიტომ რომ გარეთ ხარ საჭირო ძალიან ჭირდები 4 ოქტომბერს ძალიან ჭირდები გარეთ ხალხს და ზოგადადაც მგონია რომ პოლიტიკოსებმა უფრო პოლიტიკა უნდა აკეთონ ვიდრე აქტივიზმი და მესმის რომ შენ სხვანაირად პოზიციონირებს ეს ელენე სხვანაირად პოზიციონირებს მაგრამ არ ვამართლებთ მის აქციას იმიტომ კი არა რომ კალაძის ბანერი არ უნდა დაზიანდეს უნდა დაზიანდეს კი არა უნდა დაიწვას ოლიგარქია მთლიანად თავის ბანერები ან ფინთი კოპთებიანად მაგრამ მგონია რომ არ იყოს საჭირო ეს აქტივობა. მე მაგაში გეთანხმები ჩემი აზრით, იმდენად ცოტა პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია რომ აი ელენე ადამიანი არის, ვისაც შეუძლია რომ ხალხს ელაპარაკოს. ჩემი აზრი არის ეგეთი, რომ ხალხთან საუბარი შეუძლია და არ მოერიდება. ხო, მეტნაკლებად ადამიანების უმეტესობისთვის მისაღებია და ვისთვისაც მისაღები არ არის, მაგარი არგუმენტები აქვთ, რომ ხალი რო არის და რას გავს ეს არის მთავარი არგუმენტი მის წინააღმდეგ და დებილობა აი. ჩემი აზრით ძალიან სლეი ვიცია, მართლა. და მეც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ეხლა ზუსტად ის რო არის, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკა აკეთონ და აქტივისტებმა რომლებიც სამდენი თვე ამას აკეთებენ და კარგად აკეთებენ და იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც აქვთ და რაც და ამაში უკვე ფიზიკურ შესაძლებლობასაც გულისხმობ იმდენი ხანი ეს პროცესი გრძელდება ამას აკეთებენ და თავს უნდა გაუფრთხილდეს იმ კუთხით ანუ იმიტომ კი არა რომ ანუ თავს პირად თავს გაუფრთხილდეს არამედ ანუ ზოგადად პროცესი
ის გაფრთხილებას გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მით უმეტეს როცა ორი დღით ადრე თუ არ ვწდები შეიძლება ცოტა მეტით ხაბეიშვილიც დაიჭირეს და ხაბეიშვილიც იდიოტური მიზეზით დაიჭირეს რომ ეს ადამიანი ლაივში და საჯაროდ ადამიანებს პირდებოდა რომ თუ თქვენ არ დაემორჩილებით ოლიგარქის რაღაცა კანონებს და მათ ბრძანებებს არ შეასრულებთ, მე თქვენ ფულს მოგცემთო და ესო ნიშნავს, რომ მოგრთამოასო და კორუფცია არისო და ასე შემდეგ და მაგის გამო დაიჭირეს. ანუ თავისთავად აბსურდული იყო, რა თქმა უნდა, მიზეზი, მაგრამ საბაბი მნიშვნელოვანი იყო ალბათ იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილი ბევრისთვის და შეიძლება ჩემთვისაც არ იყო ესეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც ხალხი გაყვება ან ასე შემდეგ. სხვათა შორის ხაბეზე მეც შემიძლია იქ ვთქვა, რომ აი ჩემი გემოვნების პოლიტიკოსი საერთოდ არ არის, ანუ ახლოსაც არ არის მისი აქტივობა, მისი ქარიზმა და ყველაფერი იმასთან, რასაც მე ველოდები პოლიტიკოსისგან, მაგრამ ნამდვილად ცალსახარო კონცეფტს მისი ენერგიის ძალიან ეშინოდათ, იმიტომ რომ მოდის 4 ოქტომბერი, ვიცით რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი 4 არჩევნების შემდგომი დღე, როცა მოქალაქეები გამოვლენ და მორსაჯი დაიძინებენ და რაღაც უფრო მასშტაბურ წერტილს ველოდებით ყველანი. აი ის საშინელი ასევე გუიმური ფრაზა როასაც ვიწრო აი გაწყდეს მომენტი მგონი 4 ოქტომბერი რა და ეს რო გაწყდება მთავარია რომ ჩვენ გავწყვეტოთ და არა მათ ესე ვუყურებ მე. აი მე იმიტომ დაიჭირეს რომ ხაბეიშვილი არის ბოდი შემთხვევაში, მაგრამ რეკაშეტი შეუძლია თავზე ცეცხლი წაიკიდოს პირველი გაქანდეს და ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც ვისაც გაყვებიან, იმიტომ რომ რიგითი მოქალაქეები არც არის მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და არც ველით რომ რომელიმე რიგითი მოქალაქე ადგება და რაღაცა იმას რა ქვია რევოლუციურ ნაბიჯებს გადადგავს, ხო? ანუ ეგ უნდა ქნან პოლიტიკოსებმა თუ აქვთ მაგის ერთი ადგილი და მაგ კაც ჩემს თქონდა. იმიტომ რომ ეგეთი შინაგანად ეგეთია რაღაცნაირი რა, თავზე ხელაღებული. ბოკარი. რაღაცა ხო, აი შეიძლება ბევრისთვის არასერიოზული არის და შეიძლება მაგ რიგებში მეც რომ რაღაცები უბრალოდ ძალიან ჭორის დონეზე მოდის თითქოს ეს ინფორმაციები მისგან, მაგრამ ფაქტი არის, რომ მე რო ჭორი მეგონა და შეიძლება რომ ბევრისთვის სასაცილო ყოფილიყო, ვიღაცისთვის საშიში აღმოჩნდა, იმიტომ რომ სხვა სურაფერს ვერ უკავშირებ იმას, რომ ისედაც ამდენი პოლიტიკოსი რო ყავს დაჭერილი, კიდე ერთ ხაბეიშვილს ამატებ ამას, თუ არაფერს არ წარმოადგენს და უბრალოდ ხალხს არტყობს და გადააქვსისრები რაღაცა სხვა მხარეს და თუ 4 ოქტომბერი არაფერს არ ნიშნავს არავისთვის და ისე ჩაივლის როგორც სხვა დღეები ჩაიარა, მაშინ ვერ ხვდები უბრალოდ აზრს რა გააკეთა, რომ ისედაც გავიგეთ, რომ ყველას დაგვიჭერენ თუ მოუნდებათ. ისაგენის ხო ნახე, ამაზე შეიძლება მე იმედ მომოჭოს და ქარდები გააკეთოს, მაგრამ როგორი მადლი მოისხა რომელიღაცა მოქალაქემ ამერიკაში კირკს, რომ ანუ ამაზე ვარ შოქში და ძალიან მოკლედ მინდა რომ ვთქვა, ანუ ჩემ დასამწუხაროდ, არ ვიცი შეიძლება ჩემი შეცდომა ან მოკლედ ესე მოხდა რომ ეს ადამიანი აქამდე არ ვიცოდი, რატო უნდა მცოდნო და ანუ ამერიკის პოლიტიკაში ესე ყოველდღიურად ნიუსებს არ ვადევნებ თვალს, რომელიც საქართველოსთან ესე პირდაპირ კავშირში არ არის. და ალბათ სწორედ ამიტომ არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ, ბოდიშს ვიხდი. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, მთელი საქართველო დილას იწყებს CNN-თან ერთად და ეცნობა ჯერ ამერიკულ პრესას რა ხდება პოლიტიკაში და ტრამპმა რაქნა და ბაიდენი ცოცხალია თუ არა და ასე შემდეგ და მეერე გადმოდიან და რაღაცა მეათე ნიუსად არის ის რომ რუსთაველზე ვიღაცა გალახეს ან ქალი ცემეს ან ასე შემდეგ. ესეთი რეალობის წინაშე დავდექი რამდენიმე დღის წინ, როცა არ ვიცი, სრულიად Facebook-ი იდგა ამ ადამიანის ჭირისუფლად. ანუ მესმის რაც მოხდა, საკმაოდ მძიმე ფაქტი არის, რომ დღისით მზისით მძიმე კადრებია. კადრიც მძიმე იყო და ფაქტიც რომ ესეთი საჯარო ფიგურა დღისით მზისით ესე სასტიკად მოკლეს, რასაც არ უნდა ფიქრობდეს და რა იდეოლოგიის გამტარებელიც არ იყო. პუტინი რომ მოკლან ეგრე იტყვი, ის შემტერია უბრალოდ. ვინც მოკლექები მისტერი იყო და ის ულტრამემარჯვენეებს ვიღაცების სიკვდილი უნდათ ამ ბოლოს და იქნება ამ ადამიანის სიკვდილი უნდა და ვინც მოკლა. ხო და ანუ ჩემთან ეგრე ახლოს არ მოდის კომაგის თქვა მინდოდა, მაგრამ აი რომ ნახე, უიმე როგორ მოკლეს ესეთი რეაქცია მქონდა და ნუ არ ვიცი ხა რაღაც გავლენა იქნება მაგას ამერიკულ პოლიტიკაზე, უფრო ჩაიკეტება, ან უფრო ულტრა შეიძლება გახდეს და ეგ არავის არ აწყობს ქართველებს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აი ვერაფრით ვერ გავიგე, რატო იყო ესეთი ამბავი საქართველოში ატეხილან როგორ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. ვინც უბრალოდ თქვეს, რომ საერთოდ არ გვადარდებს კირკი მოკვდა თუ არა, იმედმა ქარდები და ნახეთ აი ამან. ზუსტად ეს არის, ეგ არის ყველაზე ბუნებრივი რეაქცია. რატო უნდა ანუ ვაიმე შევშფოთდი, გავიარე, ანუ ეგეთი ამბავია რა. აი ამაზე გოდება რომ ეს რა კაცი დავკარგეთ და ასე შემდეგ, თან მისი მსოფლმხედველობის მიხედვით, არ ვიცი, ქართველი და ჭიანჭველა იყო
ერთ სიბრტყეზე ალბათ, რა ვიცი, დაახლოებით. ის რო ყოფილიყო რამე სახელმწიფო ლიდერშიპში ამერიკაში დარწმუნებული რომ საქართველოს ჩვენ დიდი ხნის ჩარეცხილები ვიქნებოდით. აი ესე გააკეთებდა. კი, რუსეთთან ვიქნებოდით მიერთებული, იმიტომ რომ ვიღაცა 3 მილიონი ადამიანი რაღაცა ჭყლოპინებს უკვე თავი ამატკია თუ რაღაც. გაცხადებული ქონდა რომ ყირიმი რუსებს ეკუთვნის და ასე შემდეგ. მოკლედ რუსეთის პოლიტიკას იზიარებდა სრულად. ნუ ესე ალბათ არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ეგეც იყო რომ ყირიმიო მივცეთო რუსეთო კეთილნების ნიშნათო, ანუ არა, ამ ომში ცალსახად იყო რუსეთის მხარეს და რა აკრიტიკებდა ძალიან. ნუ აი ეგეთი იდეოლოგიებში რო არ ჩავიდეთ, უბრალოდ მე ვერ ხვდები. აი ამ ხელა ამბავი, ანუ ადამიანს რომელიც იტყვის რომ ეს რა მომხდარა, მაგრამ კიდია, ეგ რატო შეიძლება გამოიყვანო არა ადამიანად და ადამიანის ფასი არ იცი და ეგ ხართ ლიბერალები და ეგ არის თქვენი ლიბერასტობა და არ ვიცი, ჯერჯერობით არ მისურთ იქამდე რომ ნაცებს დაბრალდათ უკვე თუ არა. Deep State. Deep State. მე ერთ კომენტარს გავაკეთებ. და ვესწრებ რომ მოკლედ გავაკეთო. მოკლედ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ვიცით რომ ძალიან იყრებენ იმას რა ქვია ელექტორატს ძალიან იხვეჭენ. ევროპაშიც მარი ლეპენი გვახსოვს რომელიც ბოლოს ციხეში მოხვდა, მაგრამ კი ახლა არა, მაგრამ ამის წინააღმდეგ კი პრეზიდენტი გახდა. და იქაც გერმანიაშიც რომელიღაც მხარეში ყველგან არის მთელ ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ იქ არიან იმიტომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომ აწუხებს ძალიან დიდი რაოდენობა მიგრანტების რა და ძირითადად მათ წინააღმდეგ ილაშქრებენ ხოლმე და მოქალაქეებს ნამდვილად აწუხებთ მიგრანტები, იმიტომ რომ რავი საფრანგეთში ერთ სულ ფრანგზე მოდის 10 მიგრანტი ფაქტობრივად და ძალიან ბევრი არიან და შემოწუხებელია ნამდვილად. კირკირაზე საუბრობ და ეგეთი პრობლემები საქართველოში არ გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში ეგ პრობლემები ჩვენ იმიგრაცია ჩვენ არ გვაწუხებს მაგალითად. ხო არა, ნამდვილად. პირიქით გადინება არის და მაგაზე ნერვიულობთ რომ ხალხი მიდის. და აქ მაგისი ალტერნატივა აღონს ძალიან ესეთი რა, ანუ ამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს აქვთ გარკვეული იდეოლოგია და მის გარშემო ტრიალებენ. ჩვენი ულტრამემარჯვენე ჯგუფები კუნთებში აქვთ, აქ აქვთ მარტო კუნთი ამის მაგივრად და ამის გარშემო ტრიალებენ ის ვიღაცები რო არიან ალტიფო და ვიღაცები. ხო და უცნაური ის არის რომ ხელისუფლება რომელიც აქამდე ხან მოკლედ ყველაფერი ხოცა დემოკრატიული მართლობით მოვიდა, მერე გახდა ვითომ რესპუბლიკელი, მერე მიხვდა რომ რესპუბლიკელებიდან ძალიან შორს არის მათი იდეოლოგია, იმიტომ რომ ვერ ეწევიან, იმიტომ რომ ყველაფერს მიედმოვიდნენ, ეხლა ცდილობენ რომ ულტრამემარჯვენეებს შეეტანონ, ასე დაჭირება მრჩება და მაგითო აგორებული კამპანია. ანუ ყველაზე არა ჰუმანურ და არა დემოკრატიულ და ჩვენთვის ყველაზე არასაჭირო იდეოლოგიას აწვევიან. ეს უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, ანუ დაქანაობენ, საიდანაც ფული მოდის იქით ამ მხარეს. ეგეთი ოპოზიციაში ცოტა კი არის ახლა. ხო, მაგრამ ძირითადად მაინც გაურკვეველია ხოლმე. და კირკზე ერთი რაღაც უნდა ვთქვა, რომ ეგეთი რაღაც ქონია ნათქვამი ამერიკაში სკოლებში, რომ რა ვიცი რაღაც პერიოდის განმავლობაში შევარდებიან ხოლმე და რო ხოცავენ ბავშვებს, აი ეგ არის პრობლემა რა ამერიკის, იმიტომ რომ ხშირად ხდება კი ტერორიზმი და თან სკოლებში ხდება და მაგაზე უთქვამს იარაღის აკრძალვა ცხოდან მნიშვნელოვანი თემა ამერიკაში და როცა იარაღი არის თავისუფალი და ლეგალურიო, ესეთი რაღაცები შეიძლება მოხდესო და ვიღაცას დაუწერია ეს კომენტარი მისივე სიკვდილზე გააკეთეს, რომ შეიძლება ხანდახან ესეც მოხდესო, რას ვიზამთ. ჩემი აზრით ყველაზე ესეთი იყო. ანუ აკრძალვასით ხო და თუ ლეგალურია? არა, ანუ როცა იარაღი არის ლეგალური შეიძლება ესეთ რაღაცებიც მოხდესო, მაგრამ იგი მას ანიშნავს, რომ ანუ დააკრძალოთო რა. და ვიღაცის კომენტარი იყო ეს კონკრეტული. Slay. სალიანი მუსიკოსი, კონტენტ კრეატორი და DJ არის ჩვენი სტუმარი. ხარ გამომჩერამე? იცი კი. პროდიუსერი, ვოკალისტი, ავტორშემსრულებელი, DJ, კონტენტ კრეატორი, მუსიკოსი, ლიდერი, შეთანხმება. სალი, რატო ქვია სალიანი? ეს არის მთავარი. ხო. რა? ხო, ანუ ეს არის რა. ესეთი თემა. კიდე ეხა დავიმეჩოთ. შენ ამას ვერ იზავეგეთითებითაც კი. აი, მოიცა. Oh no! არა. ჩას. მე საერთოდ გავაკეთე შეიძლება. True Lila can be a boy or a girl. ანუ ქალი ქალია და კაცი კაცია, მაგრამ True Lila Deep State-ის აგენტი? ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა. ოდითგან. მე კიდე არ კარგით ახმები. არა? მე მგონია რომ True Lila არის აი უცებ გამდიდრებული და ამ ჩოქში ჩავარდნილი კოცი. ანუ ნახე, მან როგორ არის მაგრამ მან რაღაცა, მაგრამ მაგათ მოდი ვაცადოთ თავის ტრუელაიაზე მოყვეს. მოდი ესეთ რაღაცას გეტყვი რა. ყვარ ეს რომ უყურონ, ვისაც არ აქვს ნანახი, ან წაიკითხონ. მაგრამ მაინც უფრო ყურება დღევანდელ დღეს. აი ძალიან მარტივად გავლებენ პარალელს ძალიან ბევრ დღევანდელ დეტალთან რა და იდეაში ჩემი
ტრუელას გაკეთების მთავარი ინსპირაციაც იყო ყვარყვარიდან გამომდინარე და სხვათა შორის მაქვს კიდეც ტრუელაში ნახსენები ყვარყვარე და ზოგადადაც ბევრი პატარა დეტალი მაქვს იქ ჩამალული ამ და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მაგრამ ქალი-ქალია, კაცი-კაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, დღეს სპეციალურად მოვედი ამ მაგარია. ქალი-ქალია, კაცი-კაცია. არა? ტრუელა არსებობს და ძალიან ბევრი ტრუელა ყავს გარშემო, მეგობრებო. უბრალოდ თვითონ აი ეს საიდანაც მოდის ეგ არსებობს თუ არა, ეგ არის შეკითხვა, თორე ისე ცალსახად არსებობს. ყვარყვარეები ხო საერთოდ. ლარიოცი და შენ ეს ქალი იქნებოდა კაცი თუ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ინტერსექსი? ეგ ხო, აი ნახე, ეგ ნაწილი რომ Truella can be a boy or a girl, არის რა ნაწილში ოღონდ, იცი? აი იმ ნაწილში რომ შემიძლია გამოვიმუშაო და ხარჯო ნაწილში რა. და ისედაც ყველაფერში, რატომაც არა, რა, ქალი არ გინახავთ ეგეთი? კი. ჭყრებიან. დაგო. არა, მე რას გულისხმობ, იცი, აი მოყვარყვარო ქალი. კი, როგორ არა? რატომაც არა. ანუ მაგას ხესი არ აქვს ყვარყვარობას. ხო, ანუ საერთოდ არა. ამიტომ Truella-ც ეგრეა ჩემს და საერთოდ ყველაფერში ეგრეა რა. Yes. მე საერთოდ ქალთან და კაცთან მიმართებაში სულ ამბობ იმას, რომ ვიყოთ თანაბარი, ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ თანაბარ უფლებიანი. ბავშვობაში და შეიძლება მერეც, მაგრამ ბავშვობაში უეჭველი. ყველას ყავდა საყვარელი გმირი წიგნის, ანიმაციის ან ფილმის, რომელიც გინდოდა რომ ჩვენ ყოფილიყავით. თუ გახსენდება ვინმე ეგეთი და რა სუპერ ძალა ჰქონდა რის გამოც აირჩიე. არასოდეს არავინ. სუპერ ძალებშიც ძალიან ისე მაინც ხა ძალიან თავი დისკომფორტ ჩაიდო და უცებ გაიხსენო ვინმე პერსონაჟი ვინც ეხლა იქნებოდი. სალომე შუბითიძე. აუცილებლად. მე ძალიან მომწონს ვინც ვარ და არასდროს არ მყავდა არც როულ მოდელი, არაფერი. ერთადერთი ვინც მომწონდა და დღემდე და სულ მეყვარება უნდა ეს უფრო ხო არ მოწონებას არის სიყვარულს, მაიკლ ჯექსონი მუსიკალურად. მეტი არავინ საერთოდ. დანარჩენი აი აიკონიკ რა და რომ მოგწონს და go girl და რაღაც ხო? ოკეი. შენ უპასუხე მაგ კითხვას მეც მაინტერესებს. ჩვენ შევერთვებით ხანდა. ოკეი რა, თორემ მე აი მე შენ რაც თქვი რომ პერიოდულად ვიჩლებოდა, მეც სულ მეცვლება ანუ ხასიათის მიხედვით, ასაკის მიხედვითაც და ასე შემდეგ, მაგრამ მაგ კითხვას რო წერდი ერთი პოზიციით გამახსენდა. რაღაც ხაპრის გმირი იყო ეს ტიპი, მაგრამ გადიოდა რაღაცა ანიმაცია არა, სერიალი იყო, პრინცესა იყო, ოღონდ როგორ გითხრა, ანუ აი ვაშკაცი პრინცესა იყო რა და ჩემთვის იყო აი ეგ გოგო მინდა რომ ყოფილიყო პრინცესა დაიბადა. რომელსაც პრინცი არ ჭირდებოდა? ხო, აი Frozen-ია სხვათა შორის ერთ-ერთი ეგეთი პრინცესა, რომელიც კაცი. პრინცი ყავდა, მაგრამ ანუ ეს პრინცი ამის მოსავლელი იყო და ეს ეგრე ქართველი ქალების უმეტესობა ეგეთი პრინცესა დატოვა თავისი სტატუსი და ანუ რაღაც ისეთი იყო რა სხვა პრინცესებისგან განსხვავდებოდა იმით რომ საკუთარ თავს თვითონ უვლიდა ის მეფეც ფეხზე ეკიდა და თავისი სტატუსით ფეხზე ფანტაგირო ეს ერქვა რაღაც ან თვითონ სერიალი მახსოვს რომ რაღაც სასიო იყო ქვალაპარაკობდა და რაღაც და ბავშვს მაგრად გაუსწორდებოდა ჩემი საყვარელი ან ის იყო სერიალი ქვია ალბათ არის. ხო, ალბათ სერიალი. ხო, ანიმაციური სერიალი. ქვალაპარაკობდა და რა იქნებოდა. ქვალაპარაკ. დატრაკეს და ეს ქვა. რაღაცებს და ანუ აი ეს გოგო მინდოდა ყოფილიყავი, ანუ ძალიან ჩემი აზრით მაგით მომწონდა რომ სიამდვილეში მე ძალიან მორიდებული და რაღაცა ჩუმი ბავშვი ვიყავი და ეს რო იყო ესეთი ბობოქარი, მინდოდა რომ ჩემი შინაგანი ეგეთი ყოფილიყო რა. ხო და მე კიდე კომპლექსი მქონდა სულ რომ ვიღაცას არ მიმსგავსებულიყავი და ალბათ მაგიტო იყო რომ ვერავიში ანუ პატარა რაღაცასაც ჩემსაც რომ დავიჭერდი, ხოლმე სიამოვნების დონეზე რა. რომ აი ბრა კაია რომ იმას რაღაც ჩემი აქვს. ნო. მე ესე კონკრეტულად ერთი არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად მინდოდა რომ ყოფილიყავი ჰოგვარტსის, ანუ ჰარი პოტერი და ჰოგვარტსის მოსწავლეები და რომელიმე რომ ის დამპალი წერილი მოსულიყო ჩემთან. ნებისმიერი. მოსწავლეები და ნებისმიერი რომ ყოფილიყავი მეც. ეგ ხოჭების. არა, მე არაფერი მაგ დაგვარი. რაზე შეიძლება წერდეს ქართული მუსიკოსი დღეს? პრობლემებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ პრობლემები საკმაოდ გვაქვს დაიდენტიფიცირებული. ახლა ვინმე თუ შემოგთავაზებთ რამე გადაჭრის გახებს, მე პირადად ძალიან გამიხარდა. მუსიკალურად? კი, თუნდაც. ანუ ნახე, მე მაგალითად ესეთი პრობლემის წინაშე ვდგავარ. ძალიან მიჭირს სიყვარულზე წერა. ყველა სიმღერა ხო love song-ია. ანუ ზოგადად თუ ეხა მე ყელში ამოვიდა სიმღერებში love song-ები და ხატრობაში ყვავილები. ნატურმორტები. ნატურმორტს არ ვცემ პატვის ძალიან დიდი პოზიციაში მე გიждები ფერწერას, მაგრამ ნატურმორტს არ ვცემ პატვის და სიყვარულიზე სონგებს ნუ კი, არის ყველაზე სიმღერები მომწონს. ყველაფერზე შეიძლება ცე პატივი, მაგრამ რაღაც შენი არ იყოს და არ გამოგდიოდეს. აი მე მაგალითად ძალიან მიჭირს love song-ების წერა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა შევეჭიდე, ოღონდ მაგასაც იმიტომ შევეჭიდე, რომ აქვს სარჩული და აქვს კარგი სარჩული.
ილიას სართული. კონკრეტულად. კაი, ვიტყვი, მაგრამ რატო არ ვთქვა რა ვის რას დავაკლებ. ილიას და ოლღას სიყვარულის ისტორია გადაწყვეტა რომ მე ხო ფიქრობდი ამის ქოს ილია ქვია კაცო. არა, გენიალ. არა, მე მივხვდი, იმიტომ რაღაც ვიდეო ვნახე. ხო? ანუ მე იმდე რაღაცა იმდე სტორის და რაღაცა ვიდეო ვნახე ილიას ბანერი იყო ან ეკრანზე იყო და კი, მანდ ვიყავი იმის გამო, რომ ინსპირაცია ამიღო, ანუ ილიას სახლ-მუზეუმში, რომ შემეგრძნო იქაურობა და გამიგარიყავ, იმიტომ რომ ბავშვობაში ვარ ნამყოფი რა და აი იქ რო ჩამოვდექი, გავიხედე, გამოვიხედე, მე მივხვდი რომ სწორ გზაზე ვიდექი. ხო, ილიაზე ბევრი რამე ყოფილა სხვა კუთხით იდეაში მის და ოლღას სიყვარულს, მაგრამ იქ საინტერესოა. ეგეთი არაფერი არ მახსენდება რომ ხო, მე მინდა love song-ი ილიას და ოლღას სიყვარულს. აღონ ეს არ იქნება მხოლოდ ილიას და ოლღას სიყვარულის ამბავი, ეს იქნება რა თქმა უნდა კონტექსტით სამოქალაქო. ხო და მე მგონი რომ მაგაზე უნდა წერდნენ მუსიკოსები რა. მნიშვნელოვანი საკითხია. საინტერესოა. დაბრუნდებით, მალე იქნება. იცით რა არის? მარტო მუშაობდა. მე მარტო გადაღებე მუშაობდა, ყველაფერს მარტო ვაკეთებდა, აბა როგორ, აბა, რავი, აბა. რაღაცა იქნება და კიდე მილიონ რაღაცას აკეთებს, რომ გადარჩეს ამ ქვეყანაში. Yes, საჭმლის ფული რომ გქონდეს და რომ ისუნთქო. აი, ეგ მითხარ, ეხლა დღეს თუ არ ხარ რაღაცა ესტრადის ძალიან გავარდნილი მომღერალი და ანუ გულისხმობ ძველ მომღერლებს, ვისაც კარგად ვიცნობთ, აი ის ციობა, ალევა და ასე შემდეგ. აი ის რიგითი მუსიკოსი, რომელიც ასევე პოპულარულია ახალთაობაშიც და ალბათ ძველებიც უსმენენ, მაგრამ არ აქვს ხშირად კონცერტები, ხო? სასცენო რამდენად შეუძლია თავის რჩენა საკუთარი პროდუქციით? საკუთარი პროდუქციით ძალიან რთული, ანუ შენი მუსიკის რეალიზაციას თუ ვერ ახდენ და რავი, აი ახლა ის როა მურმანის ტრეკი, ხო იცი? და ბლოჩოვდივა. აი მე ხო, მაგაზე ერთ კითხვაც მე. ანუ ნახე მანდ მაგალითად მე არ ვიცოდი, ანუ ეს მურმანი აშკარად ისედაც საქმიანობს და ისედაც. იმ დღეს ვნახე, რომ სადღაც უკრავდა, მგონი დედაენაში. ხო, კი და ნახე, აი ეგ ხო გავარდა რა და ეგ რო ინტერესი გაჩნდა. და ოკეი, გილოცავ, ძალიან კარგია. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, როგორ გითხრა, პერმანენტულ წარმატებას, ან არ ნიშნავს, რომ ლელა გახდები, ვერ გახდები ლელა ვირანაირად ჯერ ერთი, მაგრამ მეორე მხარე ის არის, რომ შენი პროდუქციით შეთხოვში კომერციულად ვიცი. ხო, შენი პროდუქციით გამყარდე ძალიან ბევრი ეგეთი ტრეკი გჭირდება რა, ანუ ერთი ტრეკით ვერ გახვალ ფონს სამწუხაროდ რა. ჩაატარებ რამოდენიმე კონცერტს და უბრალოდ ვირეთი აღარ გაგეყიდება. ხო და ანუ ჩემ შემთხვევაში მე შეკედლებული ვარ, ასე ვთქვათ, დიჯეობას ფინანსურ ნაწილში, თორე საერთოდ არავის არ ეგონოს, რომ მე დიჯეობა მინდა ცხოვრებაში. მართლა? უი. ნა. დიჯეობა. მე მის დაკრულზე მაქვს ნაცეკვი. კი, ძალიან კარგად 4 საათი მე ტრულაილა ჩემ ფლეილიში და ყოველდღე ვცეკვავ. საწოლში. მე აქ ამიტომ მე აქ რისი საშუალებაც მაქვს იქ ვცეკვავ. შენით როცა უნდა შექმნა საკუთარი თავი ძალიან ისე მაგნაწილში მაინც ალბათ გაგემართლა რომ მეუღლეც მუსიკოსია ხო? არაფერ შუაში არ არის ჩემი მეუღლის მუსიკოსობა ჩემს საქმიანობასთან გინდა დაიჯერთ გინდა არა. არო, აზრების გაცვლა. არა. არა. ნახე ეს დაწერე რა რამე სხვა არ მიჩვევა რა. ახლა დავიწყეთ ეგ პროცესი, როცა შევძელით როგორც იქნა, რომ დავსხდეთ ერთად ლეპტოპს. უი რატო ჩხუბობდი თუ უბრალოდ რო ის არ ალბათ ეგოების ჭიდილი გქონდა. კი, გასაგები. კი. ანუ ჩვენ აი ესე რომ გითხრათ რომ მუსიკალურ ნაწილში ხო, აბსოლუტურად სხვადასხვაგან ვიყავით და ახლა რაღაცებში რომ გავუყევით ერთმანეთს, ახლა დავუვაგდით. ეგეც იმიტომ ალბათ რომ სადღაც ვიპოვეთ გადაკვეთის წერტილი, თორემ აქამდე იყო მხოლოდ და მხოლოდ როგორც მელომანი გეტყვის რომ კარგიაო და ნებისმიერი სხვა პროფესიის ქმარი როგორც მეტყო და ზუსტად იგივენაირად მეუბნებდა, ანუ არ იყო აქ ის მომენტი რომ რაღაცა რა, აუცილებლად მუსიკოსია და მუსიკოსური შეფასება აქვს. უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა, მუსიკოსს რომ მოწონს კმაყოფილების ნაწილში ხო მეტად კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ესე რომ ჩემი ქმრის მუსიკოსობამ რამე განაპირობა ჩემ მაშინ არანაირად. დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რომელ ეპოქაში გადაინაცვლებდი კონცერტის ჩასატარებლად? ეს შემეკითხვა. რა კარგი კითხვა. არ ვისთვის დაუკრავდი რა? არ იმღერებდი. აი ხალხო, მე ვარ ძალიან პაციფისტი ადამიანი, აი შეიძლება ზომაზე მეტადაც კი. მაგრამ ვგრძნობ რომ სისხლში რაღაც გვიჩქებს და სადღაც რაღაც მომენტში აი დიდგორის ბრძოლის წინ აი რაღაც ლაშქრულს შემოვკრავდი ოღონდ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით საქართველოში გვაქვს კონკრეტულად თბილისში იქით არ ვიცი არ ყოფილვარ თუ არის კიდე ქართული საკრავების მუზეუმი რომელშიც შესვლა ხალხო ღირს 5 ლარი წადით ნახეთ ანუ ძალიან კარგია მართლა რა და იქ ნახე ბუკი პირველად და ბუკის ხმა საერთოდ. ბუკს აქვს საკმაოდ ელექტრონული ხმოვანება, იმიტომ რომ არის მენისა რა, მეტალია რაღაც, არ ვიცი, მეტალია კონკრეტულად.
და აი როგორი ელექტრონული ხმა, იცი, აი საშუალო სტატისტიკურ ელექტრონულ მუსიკაში რომ მოისმენ რა. და აი ძალიან დიდი სიამოვნებით რაღაცა ბუკებით გავაკეთებდი რამე საინტერესო პერფორმანს და აი ჩვენ ბიჭებს გავამხნევებდი. ანუ ეს რამე ნასტობი სიმღერა არა რაღაცა ახალს ქმნი? არა, აუცილებლად იქ რაღაც ლაშქრული უნდა იყოს, ისეთი შემერთებით და წარმოდგენაზეც მბურცკლავს. ძალიან კარგი იქნება. მე მეგონა იტყოდი რაღაც საფრანგეთის ბაროკო ეპოქაში და ბაროკოსთანაც და ინტერესი ყოველთვის არის რომ ეკლექტური იქნებოდა. ეკლექტური იქნებოდა. მოიწერეთ არხი. ხო, რატომაც არა? გამოიწერეთ არხი? ჰა? ჰა? რომელ ტრენდს ან ტრენდულ საუნდს გააქრობდი სოცქსელიდან? ეს ჩემი კითხვა და მე მინდოდა პასუხისგაცემა რაღაცაზე და მაგითო დავწერე. შენ და რეჯექტი. ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით. ერთი წუთი. ხო, მე ვარ გულწრფელი და ეხლა თუ გულწრფელი არ ვიქნები და ისე გეტყვით რაღაცას. ქართული უნდა იყოსო. მე ვიტყვი გინდა რომ შენ გაგიმარტივდეს ფიქრის დრო. მოგეცეს. აი არ ვიცი ის ბიჭი ნიჭიერია თუ არ არის. ხვდები რომ გადაობით აკეთებს, მაგრამ ის დაბლა ჩავდივარ, კლუბში დაბლა ვარ, აი სოფალელობაა საშინელი და თან სუყურში მაგ და აი აღარ შემიწერია. ხო, აი ეგ არის ტრენდის მუღამი, რომ სუყურში გაქვს რა. აუტრულებას არ შეუწუხები ვარ. არ გეტანები დედოსპიცარ, თორე აქ არ იჭდება. შორიდან შეგეტენება არა, მე მეცნიც რასაც ამბობ აბსოლუტურად და მე არც მურმანი ვიცი და არც მისი ხედვა მაგ საკითხთან დაკავშირებით. სხვა მე იცი. დედანაში თუ უკავს, დედანაში ეს თუ ტიპი მე მგონი არ უკრავენ. არა, მან ნახე რა არის. ალბათ გადაობს. ალბათ, ანუ იგივე მუსიკას ტექსტი რომ მოაშორო, მუსიკა არა, ვერაფერს იტყვი. მან არის ეგ ტექსტი. ჩემს ეგ იყო მაგის მიზანი რა. ხო და აი მოდი ესე შევხედოთ, აი რატომაც არა რა. არა, რატომაც არა, უბრალოდ ხო შეიძლება რომ ჩემს ძალიან ცუდი ტრენდია, აი ცუდად ხვდები რომ. არა, მე მესმის. და მე ყვება ხვდები ძალიან მარტივი. ანუ მან ეგ არის პრობლემა ტრენდში, რომ მე ტვინიგები. აი დაბლათი და ჩავდივართ კლუბში და დაბლო ჩავდივარ. კარგი, მე გეტყვით ახლა. მე საერთოდ იცით რომელ მხარეს გავაქრობდი ტრენდების და თქვენ ალბათ ეგ dark side-ი არ გაქვთ ნანახი რა საერთოდ. ანუ ნაპატიეთ. მე განა მუსიკასთან მაქვს პრობლემა. ანუ აი ქალბატონი რომ დგას და ცდილობს რომ outfit check-ი გააკეთოს. ოღონდ ეს outfit check-ი სტანდარტული outfit check-ი არ არის. ჩოხიანია. აი ესე დგას. და ადევს ეგ სიმღერა. ანუ აი ძაკაია. ანუ განა რამე მართლა არ აქვს არ ვერჩი რა. ყველა თქვენ ცხოვრება გაქვთ თავისუფალი არჩევანი თავისუფალი ვიდეოებში, უბრალოდ აი მე ვერ ვუყურებ. და ხო, ვერ მაგ მუსიკას კიდე ვხდებ, ფიქმი გოგოები და ბიჭების მე გოგოები უფრო ხშირად რიჩდებიან ხოლმე TikTok-ში, რომ მე არასდროს არ ყოფილი ვარ კლუბში, იმიტომ რომ მე ეკლესიაში დავდივარ. აუ, ეგ საცხარი იყო. ბავშვობით არის. To be completely honest, კლუბში არც მე არ ყოფილი ვარ. ოღონდ არ ეგ ხა DJ ხა. ხო, აი რა, ორად-ორჯერ ვარ ნაყოფ. ანუ მე არ ვარ ეგ DJ, ან მაგომერტებს dark კლუბში დაბლა DJ არ ვარ მე. და სახელი ქართული მომღერალი რომელსაც ღამე რომ მოусმინო შიში და ხარდაგეცი. ჩემი კითხვა, ეგეც იმიტომ დავწერე რომ პასუხი მაქვს და მინდა რომ მე ვთქვა. ვიქთხო. ჯეშეთ. მე არ ვიცი. მიდი ვითომ 3 წამი გაქვს 1 2 3. მართლა კითხვა შეწერე და ასახელე, იცი რომ დაარისბოდა ისეთი მომღერალი. აღონე ჩემს ქართველი აღარა. რომელიც შეიძლება ეგებს ვლაპარაკობთ, რომელიც ღამე რო დაინახო, ღამე რო მოусმინო, შიშ დაგეცინა. ვინ არის? აუ მე თვითონ ისტორია მაგ ამბავზე. ოღონდ რამდენჯერაც ეს ადამიანი მახსენე, იმდენჯერ უბედურება დამემართა რაღაცა. და მე მგონია რომ მაგ გოგოს აქვს მის უნარი. რაღაცა ზემოქმედების ენერგეტიკული. რუსეთში და ნინო ქათამაძის ფეიქი რომ ეგ ჩემი წეგარი. ეგ ღამე დაგეძინეს კი რა დღე რო ნახოთ ღეძაჯიშია. ხალხო, გეფიცებით თუ გატყუებთ. სანამ ეტყვი მე ვიტყვი რომ აი მე გოგიტკიცის ხალხო ისე მეშინია, ანუ მისი სიმღერის სტილის, ვაიბის და ყველაფრის რომ სადმე რო დავინახო აი ღამე რა, აი სცენაზე კი არა, აი სადმე, აი აქეთ რო შემოვიდეს ეგეთ ბნელა. გავიქცევი, დედოსპიცა უძანსაში. იმ ხმით რო გამოგეკიდოს. ანუ მაგაზე არ არის. ანუ მარტო მაგაზე არ არის. ენერგეტიკულად მეშინია მაგ გოგოს ჯოგონ მართლა. მე ანუ ერთხელ ჯერ ეგეთ სიტუაცია მქონდა რომ მეზობელი რთავდა ისტერილად დილის 7 საათიდან ეთყობა სამსახურში მაგ დროს გადიოდა. აი ეს არ ვიცი ვინ დააწესა ის რომ 11 საათზე მუსიკა აღარ უნდა იყოს და დილის 7-ზე რატომ უნდა იყოს ვერ ხვდები. ზუსტად.
ან მართლა რომელ საათზე იწყება დილა, მაშინ შევთანხმდეთ მაგაზე რა. ძალიან რთულია ხა წარმოიდგინე. 9-მდე მე პირიქით ვარ, ანუ გვიან მოვდივარ სახლში სამუშაო თუ მაქვს და დილით ძილი მინდა რა ვიცი. და იწყებოდა ჩემი დილა საფეხურების თვლით. 1 2 3 აი ეს მახსოვს მარტო. და მოკლედ ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ დავიწყე ამ თემაზე ხუმრობა, იმიტომ რომ ხუმრობის გარდა სხვა გზა აღარ მრჩებოდა რა. და ბევრჯერ რომ ვიხუმრე, მე ამეკვიატა რა, ეს ხუმრობა ამ ადამიანზე. დასახელებისაც მეშინია. მოკლედ ისე მოხდა, რომ ბათუმში ვარ. ვოლდემორტს რო არ ახსენებ. ველოსიპედზე მიდევ მართლა. ტელეფონი მიდევს ველოსიპედის, ოღონდ კალათში. და მივდივარ ძალიან ბედნიერად და ლაპარაკობ, რომ მაგის კონცერტი უნდა იყოს მალე რა. და რაღაცას ვამბობ რა, რომ აი მეთქი, ბათქონიცა ცოტა წავიცინი კურა, ოღონდ მე ვარ ძალიან პოლიტკორექტური ზოგადად და ადამიანებს ახლა თუ მაკვირდებით, ცუდის თქვა ძალიან მიჭერს. აი მიუხედავად იმისა, რომ ხო, ნუ აი ფიქრობ. რა ვქნა, ხო? ფიქრობ ხო, აი გულის სიღრმეში რაღაცა ხდება, მაგრამ ვერ ვამბობ ცუდს და ეს ვიდეოც ძალიან ნეიტრალურია. ამ გოგოს სახელი ვახსენე თუ არა, რაღაცა ის იყო ხელოვნური ბარიერები რო არა, ოღონდ ეს იყო ძალიან დიდი. და ვერ მოვასწარი დანახვა, ჩვეულებრივი ბურცვივით კი არ იყო, რომ გადავიდე და აი ახლა. შევასკდი. ანუ მე ხო ძლივს გადავრჩი რომ არ ამოვყირავდი, იმიტომ რომ ველოსიპედით ვარ რა, დიდი სიჩქარით მოვიდა. ტელეფონი გადმოვარდა, დავარდა. გადაუარა ჯერ სკროლით ადამიანი იდგა ზემოდან. სკროლით მე ქალმა რუსმა შვილთან ერთად. ავიღე და ტელეფონი მთელი იყო და მეთქი ეს ალბათ ნიშანი რომ უბრალოდ ამ ადამიანზე ხმაღარ მოვიღო მეთქენ. ანუ იქე პირიქით ფარველი ანგელოზივით იყო რომ არ გატყდა არჩენდა არც ტელეფონი. რა მოიგონე? რა გართულა. არა მე მგონია რომ ენერგეტიკულად გოგოს მართლა აქვს, ენერგეტიკა აქვს, ოღონდ კარგი არა. რომ იღადავებ რაღაცას და მე მოგეწევა? არა. თენ ცხოვრება ვღადაობ რომ არა, მაგ კონტექსტში არ ვამბობ რა, ანუ რაღაცა დარკი არის მაშინ რა. აი ხო დარკ პოპი. ხორცოს დარკ პოპი მიმდინარეობა. ეს არის დარკ დუბადუბა. დარკ რუსულებს და ჩქარებს რამე არ ქვია. ესტრადა, რუსულ ესტრადა. ჩქარები. დარკ რუსკი ესტრადა. რუსკაია, თუ როგორ უნდა ვთქვას, მე არ ვიცი რუსული. აუ რა უხერხულია ღმერთო. რა არის უხერხული? თვითონ არა უხერხულება და არა, უხერხული რა არის, იცი? ანუ აი ძალიან ბევრი უნდა იშრომო რომ მუსიკოს დაგერქვას რა. მარტივი გზები არის ეგ რა, ეხლა მაგრამ რაც აირჩია. რა ქვია მაგას? ოღონდ ძალიან რთული გზა სულიერად. სულიერად ძალიან რთული გზა რა. ნუ всё რა. ფუჭდები. ხოდა რას გულეს ხომ რუსეთში წასვლას? Yes. ძალიან რავი. რუსეთში ვისაც ხარისხის შექმნა უნდა და ყველან წამოვიდნენ, მეგონი იქ ადგილზე ვიღარ. თვითონ არ ხელავს და არ წმობლივ არ მაგას. მე რაზე ვღელავ გეტყვი ბულტი. ანუ თუ უნდა ხვდებოდე რაღაცას რომ ღელავდე და როცა ვერ ხვდები და ვერ მოდი შენამდე რანაირად. ანუ არ არის ხა მისთვის პრობლემა არ არის კაცო. იყოს არის ამდარ რა თქმა მაგას ვერ ვლაპარაკებ. უბრალოდ ნახევანი რა მომენტი მაქვს. სულ სტატისტიკას და რა არის ციფრებს უყურებ რა. ცოტანი რო ვართ. მაგალითებს აქვს მე ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ანუ ერთი გააკეთებს, ორი გააკეთებს, მე შეიძლება შენში რაღაცა ის მორალური კომპასი ცოტა აირიოს. მე ხა იქ არ მემუქრება, მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვინც ცოტა ყანყალებენ რა. მაგ ხრივ ამბობ თორე ახლა. აი, მე არ ვიქნები პოლიტკორექტული და ვიტყვი, რატომ იყო მისთვის გადასარების შანსი რუსეთში წასვლა და უკეთესი არც მიეცემოდა არასდროს და ღმერთმა შეარგოს და იქ დარჩეს და აღაროს აღარ დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ რომ აქ არავინ არ ველოდებით, რომ მაგოგოს ყოველთვის ჰქონდა ნინო ქათამაძის კომპლექსი, ბარიერი, იმიტომ რომ ყველა ადარებდა ნინოს და ნინო ქათამაძე უკვე ყავს საკმაოდ წარმატებული და კარგი და შემდგარი და რა ვიცი. არა მარტო მუსიკოსი მოქალაქეც. არა მარტო მუსიკოსი, ასევე მოქალაქე და ვერ შევიდოდა კონკურენციაში და რაღაცა ახალს ვერ აკეთებდა, იმიტომ რომ რაც არ უნდა გაიკეთებინა, ყოველთვის გავდა ნინო ქათამაძეს. ამიტომ წავიდა რუსეთში და აკეთებს ცდილობს გააკეთოს ის მაინც, რასაც აკეთებს ნინო ქათამაძე, ოღონდ უგემოვნოთ და ბანძად რა. როგორც ეკონომისტი მუსიკოსი დღეს ყველაზე დიდ ინვესტიციას რაში ჩადებდის საკუთარი განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გადავარდნილი თემაა, მე მაინც ვიდეო რგოლებში, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. გადავარდნილი რა ბიჭი? ხო, ანუ ინდუსტრიაში ცოტა სხვანაირად წავიდა საქმე რა. იმდენად ვიდეოებს აღარ ეკეცება ყურადღებამ და რაღაც მომენტში შეიძლება უბრალოდ კარგი სიმღერა დაწერო და სულ არ დაგჭირდეს. არა, მე კლიპები წარმოვწოს. ხო, მე მგონია რომ აი მაგნატილში სტეფანე არის ტოპ. ეხლა ვინც აკეთებს და კორწიც. სტეფანეს სხვათა შორის მე ახლახანს გავეცანი ეგეთ რაღაცებს და
ბეითფორდის რაღაც კლიპები ვნახე. მე არც ერთი არ მქონია ხარ და ძალიან მევასებია. ნახე და ეგეც ეგ არის რა, რომ production ნუ მუშაობს ჩვენს კლიპზე, საერთოდ სხვა ხარისხი იდება, რა თქმა უნდა. სტეფანს იმიტომ ვახსენე, რომ ის კლიპი გიარო თამაშობს, ჩემს იდეალურ, აი ძალიან მაგარი მიგრება იყო რა. საერთოდ რაც გამოიმუშავებდი, ყოველთვის კლიპებში მიდიოდა ისედაც. ის AI-ის გამოყენებაზე რას ფიქრობ? არ ვიცი, მე არ ვიდეოში. ვერ დავინახე რა AI. ანუ მე იმდენად ამბის მოყოლის ტიპი ვარ და მინდა რომ თან სატირა ძალიან მომწონს. ძალიან ეგ ჟანრი არის, აი ტელევიზიის წყალში. ძალიან კომფორტულად მაგ ჟანრში. და შესაბამისად აი ეგის ჟანრია, სასაც აი შემოქმედება ჭირდება და პროცესი ჭირდება და რაღაცა ტიპები ჭირდება და რეალური სახეები ჭირდება და ხა ეგ თუ AI-ით გავაფუჭე და ხელოვნურობის ეფექტი მივეცე, მე მგონია რომ იმას ვერ მოიტანს რა. ბოლო კითხვა. მუსიკაში შენს ცხოვრებაში ელექტრონული ზუგუძუ მუსიკა შემოვიდა. კაი, თავიდან წავიდეთ. არა, ეგ იდეაში მაგაზე უკვე თქვი. მუსიკა შენს ცხოვრებაში ელექტრონული ზუგუძუ მუსიკით შემოვიდა თუ კლასიკურით? მუსიკა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ხოჭოს ბაბის აქვს ძალიან დიდი როლი. ბაბი იყო ნიუტონის ჯგუფ ნიუტონის სოლისტი და ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან, იმიტომ რომ მე მიყვარდა ნიუტონი ბაბის პერიოდში ძალიან. და ხოჭოს რეკორდი აქვს დამყარებული რეგიონალური 25 საათის განმავლობაში უკრავდა გადამოად, მაგრამ ანუ ბავშვობაში შემოვიდა იმით, რომ ფრჩხილები რო დამაჭრეს პირველად პიანინოს ჩაუყრიათ, მამიდა ჩემს ეგრე უთხრეს, რომ პიანინოს თუ ჩაყრიო, პიანისტი გამოვაო. პირველი დაჭრა რა, პატარა როა ბავშვი თვეების. პირველი. ეგ უქნიათ. მერე აი ეგ შრომა მიდიოდა ჩემზე რომ ლა და სახში ამბავი მამიდან ჩემისგან ეგაც მაგრამ არასდროს არავინ ხელს არ მიწყობდა იმაში რომ მუსიკოს გავხდა. არავის არ უნდა ჩემ მუსიკოსობა. აკადემიური განათლება და შენ ისეთი ტვინი გაქშვილო და აი სულ ეგ მიმართულება და მე ასე მოხდა ეკონომიურზე? მოსწავლე ხო. საიდან იცი ეგ? სად მოხდა? ეკონომისტია. რატო იცი სამაგეთ რაღაცა? ფინანსისტობაზე ჩავაბარე. მე გადავედი მენეჯმენტზე. საიდან იცი ეგ? რა ვიცი. ჟურნალისტი. ჟურნალისტი, აი თან როგორი ჟურნალისტია? მე მყავს ერთი თქვენნაირი და ხო და ანუ ეგ მომენტი იყო რა, რომ აი ალბათ ოჯახმა გამიჩინა მერე წინააღმდეგობიდან გამომდინარე ჟინი რა, იმდენად ბლოკავდნენ ჩემში მუსიკოსობას. და ეს რამე გენეტიკური ნიჭი არის, მოყვება ოჯახიდან? ჩემი აგრაფინა დიდი ბებია და იმისი ძმები თუ რაღაც აიდეთ ისტორიებია რა, შვიდსემიან გიტარაზე უკრავდნენ. მეტი არაფერი საერთოდ. არავის არანაირი შეხება მუსიკასთან ჩემ ოჯახში არ აქვს. ნუ აი ინდონეზია რა რო ლა და რაღაცა კი ტაშბანდური ისე არა. არც უნდათ ჩემი მუსიკა ყველაზე ნაკლებად ეგ უნდათ. და ყველაზე მთავარი ჩემი ამბავი მაინც ბებია ჩემია, რომ აი ბებია ჩემი რას იტყვის. რას მე რო ამას გადავწყვეტ რომ ეს მინდა, იმიტომ ნახე ორად ვიყავი თუ გაყოფილი მუსიკა სულ იყო და თან იყო პარალელურად ეს რაღაცა აკადემიური სივრცე და ნაწილი რა, სადაც კარგად ვიყავი, განაცუდად ვართმევდი თავს. უბრალოდ აი ვერ ვიყავი ბედნიერი რა. ოკეი. ეხლა რას ამბობს ბებია? ჩემს გაყოფილია. მოწონს რასაც ვაკეთებ. თან ძალიან საღად მოაზროვნე და ძალიან არ ვიცი აი მე მგონი ბებოც ვიცი ჩვენ. კი, ვიცი. ბებია ჩემი არის სუპერ ხალი. ბებია მეც დაბადების დღეზე ვარ ფაქტობრივად ნაყოფი. ხო, სუპერ. ბებია ჩემი ერთთან ძალიან ძლიერი ხალი, ყველაფერი თავისით რო შექმნილი, მან და მისმა მეუღლემ რო რავი აი სახლი, ყველაფერი თვითონ შექმნეს მეხდი და მე ეგეთი ისტორიები ძალიან მიყვარს. საკმაოდ ძალიან მაფასებ და თან სწორ მხარეს დგას. რაც ძალიან იშვიათობა. ხო. ბებოების თაობაში. უი რას ლაპარაკობ, იმდენად სწორ მხარეს დგას, რომ აი ბებია ჩემი ვეღარ დგას ფეხზე, მაგრამ სწორ მხარეს დგას. მიყვარს ანუ. სწორ მხარეს წევს. კაიო, მოკითხო ბებოს. ბებო არ უყურებს YouTube-ს. მე აყურებინე და უთხარი. ძალიან გაერთობოდა შავი უმორზე და ხუმებზე გიშტება კი. მე ძალიან აი პოლიტკორექტულობამ დამყუპა, არ დაიცით რა საშნელი ხუმები მაფიქრდება ხანდახან. და სანამ დამშვიდობებით ჩვენს სუპერ სტუმარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა ჩემი აზრით, გავერთეთ და თან ჩვენს ეთანდაბლები ვართ. ძალიან თესლი ეპიზოდი იყო მართლა. მე უბრალოდ ბევრი კურიოზი ვერ გავიხსენე. იმიტომ რომ მისი მთელი ცხოვრება კურიოზია. მე მოვამზადე პატარა თამაში. ესეთ რაღაცებს არ არის ჩვენი სტუმრები ჩვეული, მაგრამ მას ეს შეუძლია, მას აქვს ამის პოტენციალი და ლევანი შემთხვევით გაიხო ამ გაუგებრობაში და შეეცდება რომ აყვეს. მოკლედ თამაში არის ეგეთი, სიტყვას ვეტყვი და უნდა გარითმოთ რამდენიმე ლაინი, რაღაცა სტროფი, როგორც იქნება თქვენთვის მოსახერხებელი. 4-ხაზიანი უნდა იყოს შაირი? შენ თუ გინდა 2 ქენი, მე 4-ზე ვარ. ანუ 4 თუ არ არის, არ ვთვლი რომ გავრითმე რა.
პირდაპირ დავნებდე შეიძლება რომ. შეიძლება, ოღონდ ჯერ მოიცა. კაი. შევეცდ, მე მგონი ცუდი სიტყვები არ ამერჩევია გასარით მათ და ასე შემდეგ, მაგრამ დავიწყოთ მაგალითად დაიწყე. მარში. გუშინ წინ მახსოვს ჩატარდა მარში. ზოგი ამბობდა უხდიდნენ ვარში. მათი ტყუილი არ ეტევა კარში. ისე იფანტება როგორც ფოთოლი კარში. Goat. თავი დამანებე. ვერც ფიქრობ როგორ უნდა გავიგო. აბა თუ წარვე ხა სირთულე რა იყო, იცი? ხანახა ჯერ ვამზადებ და მე ეს ძალიან ფრისტაილი იყო. შენ რო იტყვი მე კიდე ახალს მო. მიდი, let's go. თუ არ გამომივარ მე ჩხუბოთ. ო. ანუ მარში უნდა იყოს ბრუნვაში რაღაცაში ვერ ვსვა? ო, ჩასვი. მაგრამ მარშიში რა? მარშიში? მარშიში. მარშით, მარშო. მარშმა. წამოწავიდეთ ერთად მარშზე. Let's go. და შემოვძახოთ ძირს კობახიძე. ზედა დავამტყვე ბოლოში. არა, ერთხელაც წამოწავიდეთ ერთად. არა. ცოტა ისე თქვი. წამოწავიდეთ. ჩავ კიდევ ხელები წავიდეთ მარშზე. აი, ყოჩახ, თაკოს აქვს პოტენციალი, ეს ტყუილ აი გვეთამაშება. არა, მე სხვის კალკს არ გაბაგებ. ამას ჩავეჭიდები ბოლომდე. წამოწავიდეთ ერთად მარშზე და არ ვიცი. დადო აბოჭრიადო. კაი, მიდი თავიდან თქვის სიტყვა და დავიწყოთ. დადო აბოჭრიადო. ამ თამაშის პირველი სიტყვა იყოს მარში. მე დავიწყებ. ანუ 65 დუბლია და ყველა აბა დაიწყო და მე ვერ მაგზეები. ლესი, ой, დავწერე. მიდი, კაი, შენ დაიწყე. მე მოვდიოდი გუშინ მარშით. როცა დამეცა რა დაგეცემოდა? რამე ფლომასტერი როცა დამეცა რაღაცა თავში. რა? მე მოვდიოდი გუშინ მარშით, როცა დამეცა რაღაცა თავში. დადო აბოჭრიადო. მეორე სიტყვა მათარა. ავდექი და გამოცალე მათარა. მე ვიწყებ. მე შენ რო იტყვი მე მაგის გავლეს ქვეშ ვფიქრებ. მასალა. გამომიძახეს, ანუ პირველ სტროფში უნდა იყოს უეჭველი? ხო. და თავდაბოდეს მაგ სიტყვით რომ მოგამიქონდეს. ისეთ გამოიძახეს. რაღაც სერიოზულ თავგადასავლები აქვს. მე ნერვიულად უკვე. დადო აბოჭრიადო. ავიღე და გამოვცალე მათარა. აღმა დაღმა თაკომ ბევრი მატარა. გავიხედე რაღაცას მოძრა ზამბარა. იმ შაშს ალბათ. კარგად ვერ მივხვდი დიდია თუ პატარა. ან ძალიან რთულია მაგრამ. აი, მოიცა კიდე ერთხელ თავიდან უკეთეს, მე დავხვეწოთ. ავდექი და გამოვცალე მათარა. თაკომ ძალიან ბევრი მატარა. გუშინ ბევრი. ავდექი და გამოვცალე მათარა. თაკომ გუშინ ძალიან ბევრი მატარა. თავიდან მითხრა რომ ეს ჭიქა პატარა. საღამო კი ისე დამთავრდა რომ ყველოცე ყოთ ლამბადას. მე პირველს ვაძლევ ხო ასე შედა. დადო აბოჭრიადო. მე არ ვიცი, ძალიან დებილი ვარ ხალხო ეს რაღაცებში. ეხლა მიტრებს ჟავდუგი და გამოცალე მათარა, ანუ მარტო მაგაზე ვფიქრე. არ მინდა, იკვეს არ გავი, მეორე პრინციპულ. ზურგ ჩანთაში აღმოვაჩინე სულ ახალი მათარა. მე წავედი და თან წავიღე ეს ახალი პატარა. პატარა მათარა პრინციპი. გზად ვიპოვე წყაროს წყალი და გავავსე აბრა. და დავლიე. გვავიე. და დავლიე. უცებ ძალიან გამკანკალა.
იო. ძალიან მე მგონა რომ წყალზე ანკარას გარithმავდით და მათ არც გამახსენა თორე გაიქნები. ერთი წუთი მე უკეთესი უნდა დავდო ეხლა. მეჭრა. მაკაშალი კაშვილი ვიცი. არა, მქცხო იგრე მოყვები. მაკაშალი კაშვილი სალიანი სტუდიაში. როგორ ვამბობდი? გუში ისა. გუში. ავდექი და გამოცალად. აბდექი და გამოცალე მათარა. თაკო გუში ძალიან ბევრი მატარა. ბოლოს ერთად ვიცეკვეთ ჩვენ ის რა ხო იცი ლამბადა. ძილის წინ მახსოვს საწოლთან ლამპა და так თავდება გაიღვიძათ ბორჯომი იმპროვიზაციის საკითხია. ოკეი. აი ეს არის ადამიანი რომ ხიზარის ცხოვრობ რო ცხოვრობ მე ეს გიჭირს მარტო ბორჯომი გამახსენდა აი ეს სხვა რაღაცებს ცოცხლობენ ნაბახუსებზე კი. ფანდურზე არ გვილაპარაკე და ფანდური იყოს? არა ფანდური. აუ ფანდური. შენ ელექტროფანდური. სხვა შორის სალიენმა შექმნა ელექტროფანდური. ერთადერთი საქართველოში ამ ეტაპზე. კი, ცხოვრების ამ ეტაპზე ერთადერთია. კაი, ფანდური გავრით. მოდით, მე დავიწყებ. გარშრაზე ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. დილით ადრე ავდექი და ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. უცებ კარი გაიხო და ხედავ დანდურს. მამლუქს. მეკითხება რას აკეთებ? რას? კაი, ბოლო შეიძლება მე სხვა სიტყვა თქვა და ისინი. აუ, არა, რაღაც სიტყვა მხოლოდ დამავიწყდა. ორ ხაზზე ცხოშებ დავხვდით და ეგეც კარგი იყო მამლუქი. დილით ადრე ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. უცებ კარი გაიღო და ვხედავ მამლუქს. შემოდის და მეკითხება რას? რასა ბიჭო როშობი შენ რა? ავდექი და ჩამოვკარი. დილით ადრე ავდექი და ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. დილით ადრე ავდექი და ჩამოვკარი ნუ მიშლი. დილით ადრე ავდექი და ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. უცებ კარი გაიღო და ეხა იგივეს ვიმეორებ. დილით ადრე ავდექი და ჩამოვკარი ჩემს ფანდურს. უცებ საკუთარ თავს ვკითხე, რატო აწყობ ამ ტანტრუმს? მერე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი შინაგანი ხმა და წავედი ფანდურიდან შორს მივახტი მამიდას. რამე თუ ვინძლო ტანტრუმი ხო კარგად გავრით მე და მოვიგებსო. მოვგია. ომერა ჩემი პოდკასტია და მოვიგე. აბსოლუტურად გეთანხმები. იუბილეები და პოდკასტის ავტორები ყოველთვის იგებენ. ეხლა მე ვიტყვი ერთად საკომ გააკეთოს არ მოინტერესებს. მიდი რა ისკო. მე ვეთანხმები ძალიან ის არის. დავიჩაგრე. სამართლიანია. თქვენი სიტყვა იქნება ეკლექტური. ვაიმე ღმერთო იცით მომდის თავში ეს ამოჭერეთ. არა, აი არჩევნების მეორე ტური, ეკლექტური, ბაჩო და გული. ეს პოდკასტია საკმაოდ ვიტყოდი ფრიად მოიცა. ეს პოდკასტია საკმაოდ ვიტყოდი ფრიად ეკლექტური. მახსოვს ოდესღაც ამ ქვეყანაში არჩევნების დაინიშნა მეორე ტური. არ გეგონოთ რომ ახლა მე მამოძრავებს შური. რაღაცა ვერა გვაქვს კარგად, სადღაც მაქვს მოკრული ყური. ო, კაი იყო. ეკლექტური.
2 დატოვა ბოჭრა დატო ნახე სიზმარი ძალიან ეკლექტური გოგონა მირბოდა ფეხში შველა ტურში ეს გო ბოტასი მესროლა ფრიად მტრული ანუ კეთილად ტრულად ესროლა რა დატოვა ბოჭრა დატო დაწერა ძალიან ბევრი ფული ბოტასი ფული რაღაც აპლიკაცია რომელიც წერა რა მიხდი სად დააკავშირა გოგო მიფიქრა ბოტასი თუ დადიოდი და რო გამოიმუშავა შურდა იმიტომ რომ თვითონ ვერ კი მე არა მე ვიტყვი მე არაფერს არ გავიტყვი შემდეგ სიტყვა YouTube მოკლედ შემდეგი ჩვენი გასარითმის სიტყვა აღმოჩნდა რომ არის YouTube და თუ თქვენ ახლა იმყოფებით YouTube-ზე მთელი გულით ადასულით გთხოვთ რომ დაასაბსკრაიბოთ ეს ორი ულამაზესი ახალგაზრდა დაალაიქოთ ეს ვიდეო გამოიწეროთ არხი დააფოლოვეროთ TikTok-სა და ყველა სოციალურ ქსელში სადაც შეგხვდებათ და დაწეროთ ბევრი გული მადლობა ავდექი და შემოვედი YouTube-ზე მორჩა არც გადაცემა დაკეთე შეიძლება რომ დაალაიქეთ გთხოვთ შეიძლება რომ გადაცემა უნდა სპედა შეიძლება დავხურო წავედი რა პოკო ან თუ დაგტოვე მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო ვინც ამ გადაცემას უყურა მარლა ძალიან კარგი გადაცემის წამყვანები ყავს ამ გადაცემას და კაი ხალხია მოკლედ დაგვესაბსკრაიბი ესეთი ენერგოვამპირი შემთხვევით მოიწვიეს არ იწოდნენ გათიშო გავთიშოთ სამშობლო